მამის სახელობის ხარჯს. ვახტანგი 20 წლის იყო, როდესაც შეეწირა და საკუთარი სიცოცხლე დადო ჩვენი ქვეყნის დასაცავად ბრძოლებში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მაგრამ მას მაგალითი მისცა მამამისმა. ბატონმა ბადრიმ, რომელიც ტამიშის ომის დროს, ბრძოლის დროს აფხაზეთში დაიღუპა და რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის, რომ ისი ესეთ ოჯახში აღზრდილი კაცი იქნებოდა ვაჟკაცი და საკუთარი სამშობლოს დასაცავად გაუწევდა გული. მე ძალიან მიხარია, რომ დედამისმა მოახერხა და მისი ხსოვნა და ზოგადად 2008 წელს დაღუპულთა ხსოვნას ასე უერთგულა და დღევანდელი წიგნის გამოცემაც, დღევანდელი ღონისძიებაც არის დასტური იმის, რომ საზოგადოებას არასდროს არ გაუნელდება ამ გმირების მიმართ ინტერესი და ჩემი მოსვლაც აქვს, როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელიც კიდევ ერთი დადასტურებაა პატივისცემის, რომ ჩვენს ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და ჩვენი და სახელმწიფოს ვალია, რომ მათ ხსოვნას გაუფრთხილდა და მომავალი ჯარისკაცები, მომავალი თაობა სწორედ ასეთი სულისკვეთებით აღზარდეთ. დღევანდელი დღე რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის და მოხარული არის, რომ მოხარული ვარ, რომ დღევანდელი დღე ესეთი ფორმატით, ესეთი სახით წარიმართა და შეიქმნა ეს არა მარტო მოგონება არის ვახტანგ გზილიშვილის, არამედ მის სახით ყველა მებრძოლის, ყველა იმ დაღუპული გმირების მოგონება არის და მათი სულების გახსენება და მომავალი თაობისთვის იმ ისტორიის დატოვება, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ყველანი ვალდებული ვართ, რომ დავიცავთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და ვიმსახუროთ ჩვენს ქვეყანას უანგაროდ და რა თქმა უნდა სულით და გულით ბოლომდე. ნამდვილად ეს ძვირად არ უნდა დაგვიჟეთ, თუნდაც ჩვენი სიხლის ფასად. გმირები არიკარგებია და გმირები ყოველთვის უკდავნი არიან. ეს წიგნის პრეზენტაცია ამ დღით არ დამთავრებულა. წიგნი 2008 წლის აგვისტოს ომის გმირებზე იწერება და ალბათ სათაურით გზა უკდავებისკენ, რომელიც წლის ბოლოს ვგეგმავთ ამ წიგნის დამთავრებას. ამ წიგნს ორი ავტორი ყავს, ქალბატონი მარადი ანასაშვილი და ქალბატონი ლია ჭიღლაძე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ წიგნმაც ნახოს ნათელი და გამოვიდეს სრულიად საქართველოს სააშკარაოდ.